ჩვენ ნახეთ რამდენჯერმე სამწუხაროდ დამოკიდებულება არის ასეთი ძველი რომაული გამონათქვამი, რომ ის რაც შეფერის იუპიტერს არ შეფერის ხარს და ჩვენ ზოგიერთ გონივართ ხარი. ისაც მისაღებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისაც მისაღებია რომ განიხილებოდეს ევროპარლამენტში, მისაღებია სხვა ქვეყანაში, ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს და გვეუბნებიან რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ჩვენი 3000 წლიანი სახელმწიფოებრივი ტრადიციით და ასე შემდეგ, რომელსაც გვაქვს უფლება ასეთ საკითხებზე ვიფიქროთ და ჩვენი ქვეყანა დავიცვათ გარე გავლენებისგან. ასეთი დამოკიდებულება სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს, მაგრამ ქართულმა ხალხმა მე მგონი ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა, თუ როგორ გვატყუებდნენ შარშან, რომ თითქოს ყველაფერი არის გამჭვირვალე და დღეს ყველა გაჩუმდა. ვერავინ ვეღარ ამბობს, რომ არის აბსოლუტური გამჭვირვალობა, ვერც უცხოელი აქტორი, ვერც ქართველი აქტორი, ოპოზიცია პირდაპირ აღიარებს, რომ აქვთ NGO-ები და მე ამართლებენ, რომ რა პრობლემა არის, რომ ჩვენ შორი ახლოს ყავდეს NGO-ები, პრობლემა ის არის, რომ უცხოურ ფულს იღებენ. ისინი იმ მომენტში, როდესაც ხელს კიდებენ უცხოურ ფულს, იმ მომენტში ისინი აღარ არიან უკვე ქართული ხალხის ინტერესის წარმომადგენელი და ქართული პოლიტიკოსი, არამედ არიან უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებელი. ეს პირდაპირ ჩანს შემდეგ მათ პოლიტიკურ განცხადებებში. ამიტომ იყო რომ ისინი მხარს უჭერენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. იმიტომ მათ ვალდებულებები აქვთ იმ ქვეყნების მიმართ, რომელსაც ინტერესი აქვს სანქციები დაუწესოთ რუსეთს. ამიტომ არის რომ ითხოვდნენ, რა ვიცი, მოხალისე მებრძოლების გაშვებას უკრაინაში. თუ დაგვავიწყდა ეს ყველაფერი, აქცია საწყობდა ნაციონალური მოძრაობა აეროპორტში ცალკე და პარლამენტთან ცალკე, რომ გაგვეშვა სახელმწიფოს მთავრობას თავის თავზე აეღო ლოჯისტიკა მებრძოლების გაშვებისა უკრაინაში. რომელმა ქვეყანამ გაუშვა და ვინ ყვიროდა გაუშვით ის NGO-ები ხარ ზუსტად რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან, რომელიც ამბობდნენ რომ ეს რა სირცხვილია და ტყვეების ცეცხლი რომ ერჩივნათ ასეთ მშვიდობას. აი ეს არის პრობლემა საერთო ჯამში და რაც შეეხება ამ რეგულაციას ყველა დარწმუნდა. ხო, გავიდა 1 წელი, ყველა ნახა რომ NGO სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი საქართველოში, ყველამ ნახა რომ არსებობს ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია, რომელიც უბრალოდ უხეშად და მალავს თავის დაფინანსებებს და მიუხედავად პირდაპირ მოწოდებებისა, მათ შორის კიდევ ერთხელ ხაზს უსვა ჩემი პირადი შეხვედრების და მოწოდებისა, რომ გაასაჯაროონ, ასე ერთ ყუში შეუშვებენ, მეორეში გამოუშვებენ, არაფრად არ დაგიდიან ქვეყნის ინტერესს და ქართული ხალხის ინტერესს და დამალული აქვს თავისი დაფინანსებები საქართველოში, რაც არის პირდაპირ უპატივცემულობა, რა თქმა უნდა, ქართული ხალხის, ხელისუფლების, ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როდესაც ამბობ, რომ აი ჩამოვდივარ შენ ქვეყანაში, დავხარჯავ ფულს, მეყოლება ჩემი NGO-ები, რომლებიც მერე შენ დაგიწყებენ შეტევას თავდასხმას სასამართლოზე, პარლამენტზე, ასე შემდეგ, აი ამას გავაკეთებ და თან პასუხსაც არავინ არ მომთხოვს. აი ასეთი სამწუხარო უხეში ჩარევები გვაქვს ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ ჩვენ ამიტომაც არის რომ დღეს საზოგადოება განსხვავებით შარშანდელი პერიოდისა არის აბსოლუტურად გათვითცნობიერებული ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს პრობლემა, რომ ჩვენ პოლიტიკაში ხდება უცხოური ჩარევა, სხვადასხვა მხრიდან ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისა და ეხლა ის გაგვაკლდა რომ კიდევ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევები, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩარევები არის.